დილამშვიდობისა 16 თებერვალია, თქვენთვის ვიწყებთ მაუწყებლობას, მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად გაზაფხულამდე ორ კვირაზე ნაკლები გვაშორებს, ჩვენიერი დილაა და მიხარია, რომ სწორედ თქვენთან ერთად ვართ, ჩვენს გიყურებთ და სამუშაო კვირას ვიწყებთ ერთად ბედნიერ წარმართებულ დღეს და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ ყველას. წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. გახამიქიაშვილი სოფია კუჭავა ამ დროის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნებით და შევეცდებით, რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. საეკლესიო კალენდარი მოვისმინოთ, სანამ გადაცემის ანონსს წარუდგენთ ჩვენს მაყურებელს და შევიტყოთ წმინდანების შესახებ, რომელსაც დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს. 16 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს მართლ სვიმეონ ღვთისმიმრგმელს და ანა წინასწარმეტყველს, წმინდა წინასწარმეტყველ აზარიას, წმინდა მოწამეებს პაპიუს, დიოდორეს და კლავდიანეს, წმინდა მოწამეებს ადრიანეს და ევბულის, წმინდა მოწამე ვლასი კესარიელს, წმინდა მოციქულთა სწორ ნიკოლოს, იაპონიის მთავარ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გელოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენებას, რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. ერთ კვირაში დაიწყება დიდი და წმინდა მარხვა. დღეიდან ყველიერის კვირა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ხორცის ნაწარმი უკვე აღარ მიიღება და სწორედ აი ყველიერის კვირის შესახებ და დიდ მარხვის სამზადისზე გვეყოლება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხარჯზე, სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ მასთან. გადაცემის მეორე ნაწილში საინტერესო სტუმრები გვეყოლება. კანის მოვლის შესახებ ვისაუბრებთ. გარდამავალი სეზონური პერიოდია ახლა და შესაბამისად კანის გართულებები იწყება უფრო აქტიურად. ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ექიმი დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. ნინო გელაშვილი კი ჩვენი ჟურნალისტი ჩაგურთვება ეროვნული ბიბლიოთეკინა, რომელიც ამჯერად სტუმრობს წიგნის მუზეუმს და იმ სივრცეში არსებულ მიმდინარე ექსპოზიციას გაგვაცნობს. გადაცემის მსვლელობისას ნინო თავად მოგვიყვება ამ ექსპოზიციის შესახებ ვიდეო ჩართვით. და გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ მომლოცველობითი ტურების მნიშვნელობისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ტურების შესახებ. ასეთი გადაცემა გალოდება წინ, სანამ მოძღვარი შემოგვიერთებოდეს, უფრო ცლად შევიტყოთ დღევანდელი დღის ამინდის შესახებ, რამდენად გაგრძელდება დილის მზიანი განწყობა, როგორც ვთქვით, თბილი ამინდი გველოდება და დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში დაგველოდოთ.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა რომ გიყურებთ და გვისმენთ. პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დილომშვიდობისა მამა არჩილ. დილომშვიდობის, მოგესალმებით. დიდ მარხვისთვის ვემზადებით, ყველიერის კვირა დაიწყო, თუმცა დღეს არის ხსენება წმინდა სვიმონ მიუნქმელის და ანა წინასწარმეტყველის. გუშინ მირქმა ვიზეიმეთ და სწორედ სვიმონ მიუნქმელია, ვინც მიირქვა და ანა წინასწარმეტყველი, ვინც დახვდა ყრმა მაცხოვარს და შეიცნეს უფალი ღმერთის სულიწმინდის უწყებით. რამდენიმე სიტყვით შევეხოთ დღესასწაულს, რომელსაც ასევე ვაგრძელებთ ამ სიხარულს, ვინაიდან გუშინ ეთერში არ ვიყავით და შემდგომ უკვე ეს მომდევნო პერიოდი ყველიერის და სამზადისის დიდი მარხვისთვის. რა არის იცით, შეიძლება ითქვას ამათი გაყოფა არ შეიძლება, იმიტომ რომ სვიმონ მიუნქმელი და ანა წინასწარმეტყველი არიან სახე-სიმბოლო დიდი მოლოდინის. და მოლოდინია, რა თქმა უნდა, ყველანაირი სამზადისი, როცა რაღაცას ელი, რაღაცისთვის ემზადები. საქართველოს ბევრ კუთხეში დღემდე, ასე ვთქვათ, ძველი სახელი ამ დღესასწაულის არის სვიმონობა, სვიმნობა. იმიტომ რომ სვიმონ წინასწარმეტყველი, რომელიც ელოდა სხვა გადმოცემით რამოდენიმე საუკუნეც კი ელოდა მაცხოვრის ხილვას, ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პერიოდი და ის ცნობილი სიტყვები, რომელიც მას შემდეგ წარმოთქვა, რომ აც განუტევე მონაშენი მე უფრო სიტყვისაებს შენი სამშვიდობით, რომ აი ამიერიდან თავისუფალი ვარ, რადგანაც ვიხილე ის, რასაც ველოდი, ვიხილე ის, რაზეც ანუკვარსაც ვერავინ ვერ ნახავს და აღსრულდა, ასე ვთქვათ, ღირსეულად ეს მოლოდინი და ამ სიტყვებს დღემდე ვამბობთ ტაძარში ახალდაბადებული ადამიანის მიბრძანებისას, ამას ვამბობთ ადამიანის ამ ქვეყნიდან გაცილებისას და ამ შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საგულისხმო სიტყვებია. ლიტურგიულად ჩართულია მსახურებში, ლოცვაზე თუ ყურადღებით იქნებიან. კი, ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი პროგრამული სიტყვები იქნა წარმოთქმული, ასე ვთქვათ, და ეს არის დღე, როდესაც ხდება მაცხოვრის ტაძრად მიყვანება, მაცხოვრის მიბრძანება მისი წმინდა მშობლების მიერ და ეს არის ერთის მხრივ აღსრულება რჯულისა, აღსრულება მოვალეობისა, პასუხისგებლობისა, რომელიც ყოველ მორწმუნეს ევალებოდა და მეორეს მხრივ ეს არის ის დიდი ადამიანური შეხვედრა, რომელიც და ადამიანური ურთიერთობა, რომელიც რა თქმა უნდა ეკლესიაში არასოდეს არ არის გამორიცხული და დატევებული. ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრასაც უწოდებენ. ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრა, დიდი მოლოდინის აღსრულება, ეს არის ახალი აღთქმისათვის წინასწარმეტყველებაც, რომელიც არა მარტო მაცხოვარს შეეხო, არამედ ღვთისმშობელსაც. ეს არის მთელი მომავლის უწყება, ეკლესიის დაარსების შესახებ უწყებაა, რადგანაც აი იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელიც განუმზადა წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ხო, წარმართებისთვისაც, ძველი აღთქმის მორწმუნეებისთვისაც, ანუ ის რომ ახალი აღთქმის ეკლესიაში ვიქნებოდით ჩვენც და იქნებოდა ყველა. ანუ ის რომ ღმერთი მოვიდა საკუთარი ძალით, საკუთარი პიროვნებით უკვე რაღაცების აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აღსასრულებლად. და ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც ახლავს, აი ჩვენ ვიცით, აი ანა წინასწარმეტყველზე, რომელიც არ განეშორებოდა ტაძარს, ის რამდენიმე წელი გათხოვილი იყო, დაქვრივებული იყო თავად სვიმონ მიუნქმელი და აი ეს ფაქტიც ალბათ ერთ-ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება და ადგილი უფალთან ურთიერთშეხვედრის არის ეკლესია. ცხადია, ყველგან არის ღმერთი, მაგრამ აი მათ ვინც ფიქრობს, რომ ეკლესია არ არის საჭირო და ღმერთის არსებობს, ღმერთი ყველგან არის, ღმერთის ყოფობა ყველგან, მის შექმნილი ყველაფერი, მაგრამ აი ეს ფაქტიც რომ არ განეშორებოდნენ ეკლესიას და იყვნენ და სწორედ მათ იცნეს და მიეგებდნენ მაცხოვარს. რა არის იცით, რა თქმა უნდა, ღმერთი ყველგან არის, აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ და ბევრი ადამიანი, როდესაც ამბობს, რომ სადაც მინდა იქ ვილოცებ, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება ადამიანმა ილოცოს. წყალზე, ზღვაში, ჰაერში, სადაც გაუხარდება ადამიანს, ყველგან შეუძლია რომ ღმერთის სახელი მოიხმოს და უფალი მას ყველგან მოусმენს და არასოდეს არ დატოვებს. ოღონდ ალბათ რაღაცა ის ბუნებრივი რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც სახლში ადამიანს აქვს მაგალითად სამზარეულო საძინებელი და ოპტიმალური საჭმლის გასაკეთებლად არის სამზარეულო და დასაძინებლად არის საძინებელი, თქვა და სტუმრის მისაღებად არის კიდევ სხვა ოთახი ყველაზე ოპტიმალური, იმიტომ რომ ასეა ის მოწყობილი და ასეა ის გარემო შედგენილი, ასევე არის რომ ლოცვისათვის, ჩაღრმავებისათვის, დამშვიდებისათვის და რაღაც წმინდა გარემოსთან შეხებისათვის, რა თქმა უნდა, უნიშნელოვანესია სწორედ სატაძრო ღვთისმსახურება
და საეკლესიო ერთობაში თანამონაწილეობა, როდესაც ადამიანი ამ ცნებასაც აღასრულებს, რომ იგი არა ეგოისტურად მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და ასე ვთქვათ მომხმარებლურად უდგება, რომ მე ჩემთვის მივალ და რაღაც მომსახურებობას მივიღებ ბრწყალებში, რა თქმა უნდა, ეკლესიისაგან, არამედ იგი ეცნობა თავის თანამოძმეებს, დებს, ძმებს, სხვა ადამიანებს, ისმენს ქადაგებას, იცის სხვა ადამიანების ჭირით ულხინი, იხსენიებს მათ ლოცვაში, მას იხსენიებენ, ერთმანეთს რჩევას აძლევენ, სულიერ თუ ისეთ ადამიანურ გამოცდილებას უზიარებენ და ეს უმნიშვნელოვანესი საერთოდ სოციალური აქტია, შეიძლება ითქვას, რომელიც ნებისმიერ ისეთ ჯანმრთელ და ჯანსაღ ურთიერთობაში და სამრევლოში სანუკვარია და ძალიან პირველ რიგში მოსაფრთხილებელი. მაშინ თუ უფალი ყველგან არის, რაც თავისთავად ასეა, მაგრამ კითხვა ისმის ხოლმე, რატომ არის აუცილებელი მაშინ მოძღვარი, როდესაც უფალი ყველგან არის და შესაბამისად ყოველთვის შემიძლია მასთან ესე პირისპირ საუბარი და აღსარების ჩაბარებაც და ასე შემდეგ. მით უმეტეს ახლა მარხვა იწყება თავისთავად და ეს უფრო მეტად სიმჭიდროვე არის და მჭიდრო ურთიერთობა მოძღვართან საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია მოძღვართან ურთიერთობა. რა არის იცით ჩვენ ისედაც ყოველდღე ვამბობთ აღსარებას წესით. საღამოს ლოცვებს როცა კითხულობს მორწმუნე, საღამოს ლოცვებში დანომრილია ხოლმე ლოცვები და მითითებული აქვს როგორც დილის ლოცვებს, საღამოს ლოცვებს ესა და ეს ლოცვა ვთქვათ მაკარისა, სიმონისა, ბასილისა და ასე. მესამე ლოცვა თუ არ მეშლება, სადაც ჩამოთვლილია რომ თუ კი ეს ვქენი მთელი დღის განმავლობაში, ანუ წესით ყოველი ქრისტიანი ყოველი დღის ბოლოს ისედაც ამბობს აღსარებას და ანოლებს თავის განვლილ დღეს, რაც ცუდი რამე შემთხვევია და ღმერთს შენდობას. იმიტომ რომ როგორ გაგვითენდება ხვალინდელი დღე, არავინ არ ვიცით, ღმერთმა ყოველას მშვიდობიანი დილა და დღე გაუთენოს. ამიტომაც ეს თავისებური ესეთი მყარი პასუხისმგებლიანი მოდელია ცხოვრებისა, რომელსაც ქრისტიანი ირჩევს და გზა. და ამ ყოველდღიური აღსარების გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს უკვე ესეთი საკუთარი თავის გენერალური რევიზია, რომელსაც ადამიანი სწორედ საეკლესიო ერთობაში ამბობს და რომელიც ხშირად მისით არ იწყება და არ მთავრდება და ხშირად მოიცავს ხოლმე სხვა ადამიანებს, ვისთანაც მან რაღაც შეცდომა დაუშვა, იღებს იგი რჩევას, რადგანაც რაც არ უნდა ვიყოთ. მოძღვარიც რა თქმა უნდა ადამიანია და ისიც როგორც ადამიანი შეზღუდულია, მაგრამ სამაგიეროდ მოძღვარმა იცის მთელი სამრევლო და ამიტომ უნდა ყავდეს ერთი მოძღვარი და არა 55. თუმცა ყველასგან უნდა ვსწავლობდეთ კარგს, თუ კი იმესგან რამეს კარგს ვისწავლით, ფუტკარს უნდა გავდეს ქრისტიანი და ყველგან იღებდეს რაღაცა სიკეთეს და თავის თავში გადაძერწავდეს და შეანივთებდეს. და მეორეა რომ ერთი და იგივე ამბის, ასე ვთქვათ, 100 ვერსია იცის მოძღვარმა ხშირ შემთხვევაში საკუთარი დავარქვათ ასე პროფესიული მსახურებიდან გამომდინარე. და ჩვენ როცა რაღაცა ერთი პრობლემა გვაქვს, ტრადიციულად მოძღვარს იმ პრობლემის 1000 გამოსავალი უნახავს თუ მოусმენია და გაცილებით ადვილია იმ ჩვენი აღსარება მარტო გამოცხადება რაღაც აღიარება ხომ არ არის რაღაც აღსარება არის სინანული პირველ რიგში. სინანულია სათავე და ამ საიდუმლოს სახელი და შესაბამისად როცა ადამიანი მიდის რაღაცაზე გულდაწყვეტილი, რაღაცაზე დადარდიანებული, შეშფოთებული, რომ ეს რაღაცა რატომ მომივიდა ცხოვრებაში, რატომ გავაკეთე, ან რატომ ვერ გავაკეთე, ამ დროს რა თქმა უნდა ადამიანი ძალიან დიდ დახმარებას უწევს მეორე ადამიანს და უფალმა ესეინება, რომ ადამიანები ვეხმარებოდეთ ერთმანეთს. თვითონ ამიტომ მოვიდა ადამიანად, რომ ადამიანისგან ადამიანისთვის დახმარების და ადამიანის გვერდში დგომის მაგალითი მიეცა. ეს არის ძალიან დიდი. მამა არჩილ სწორედ ვსაუბრობთ აღსარებაზე, ღმერთთან დაახლოებაზე, ეკლესიასთან ურთიერთობაზე, სწორედ ამის ასპარეზი გვეძლევა ახლა მარხვის მომდევნო კვირა მეტევების კვირა იქნება. დიახ, თუმცა ყოველდღე ალბათ ამის არ მაგრამ მარხვა კიდე განსაკუთრებული საშუალება საკუთარ თავში ჩაღრმავების, რა თქმა უნდა, ძალიან გენერალური რევიზიის და ზოგადად ღმერთთან დაახლოების. ეხლა არის ყველიერის კვირა. რას ნიშნავს ყველიერის კვირა, რატომ არის დაწესებული? აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ მხოლოდ დიდ მარხვას უძღვის წინა იმ ხელა სპეციალური პერიოდი, რომელსაც ამზადებს ადამიანს. ხუთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი. და უკვე ძალიან მალე უკვე თითქმის დაიწყება დიდი მარხვა. პირველ რიგში ყველიერის კვირაზე ვისაუბროთ.
კი, დიდმარხვას უძღვის 5-კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ჯერ საკითხავებით იწყება მომზადება, სახელები აქვს უკვე ყოველ კვირადღეს, იქ მეზვერისა და ფარისევლის უძღები ძის და შემდეგ კვირადღეები, როდესაც უკვე კუთხე განწყობას იქმნის ადამიანი თანდათანობით და თემატიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც აუცილებელია შესაბამისი მომზადებისათვის, მარხვისათვის და მოდის უკვე უშუალოდ მარხვის წინაკვირა, რომელსაც უკვე მარხვასაც კი უწოდებენ ხოლმე, რადგანაც ნაწილობრივი მარხვა უკვე იწყება, გუშინ შეწყდა ხორცის მიღება. დამდეგ კვირაში მიიღება ყველა საკვები ოთხშაბათის და პარასკევის ჩათვლით ხორცის გარდა, მათ შორის რძე, კვერცხი, თევზი და ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთი რაც თქვათ მარხვის ატრიბუტი ამ კვირას უკვე ემატება, ეს არის რომ სამშაბათ საღამოდან იწყება ეფრემასურის ძალიან ცნობილი და საგულისხმო ლოცვის წაკითხვა, რომელიც იკითხება ყოველ დილა საღამოს გარდა პარასკევის საღამოდან კვირა დილის ჩათვლით. და ეს კვირა მთავრდება ანუ უშუალოდ დიდმარხვის წინა დღე, ბოლო კვირადღე, ეს არის ადამის 60-დან გამოდევნისა და ჩვენ კიდევ ერთ სახელს უწოდებთ ხოლმე შენდობის დღე. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას უამრავ ადამიანს უადვილდება ხოლმე რა არის ეცით ჩვენ გვიყვარს ადამიანებს ხშირად მაქსიმალიზმი და ვამბობთ ხოლმე რომ აი თუ ადამიანს რაღაცის თქმა უნდა ყოველთვის თქვას თუ ადამიანს მოკითხვა უნდა მომიკითხოს თუ და ასე შემდეგ თქმა უნდა თქვას მაგრამ ძალიან ხშირად ეს რაღაც გვერდზე დახმარება რაღაც სიტუაცია თუ არ შეიქმნა ხო მაგალითად უფრო უადვილდება ადამიანს მაგალითად ახალ წელს ყველასთან დარეკვა ხო დიდი ხნის მოუკითხავი ადამიანის მოკითხვა თუ სიყვარულის ახსნა თუ ასე შემდეგ რაღაც ნიშანდობლივ დღეებზე და აი მადლობა ღმერთს რომ ადგენს ეკლესია აი ამ დიდებულ დღეს რაც არის ერთმანეთისათვის და ყველასათვის შენდობის თხოვნა იმისათვის რომ რაღაცნაირად ეს უძველესი სამონაზნო ტრადიციაა ყველა მიცის რომელიც ძველი ეგვიპტიდან და სირია-პალესტინიდან იღებს თავის სათავეს მაგრამ აი ძალიან კარგია რომ ეს ყველგან არის გავრცელებული ჩვენთან საქრისტიანოში სამართლმადიდებლოში და ადამიანები ეს თქვათ პირადი გასუფთავებული ურთიერთობით ადგებიან დიდ გზას აღდგომისკენ, იმიტომ რომ ეს აღდგომის სინათლე ანათებს მთელ დიდ მარხვას, მთელ ამ 7-კვირიან პერიოდს. და ალბათ მნიშვნელოვანი არის ის რომ არა ყოველი ჩვენს მიერ ჩადენი კარგია და თავისთავად თუ მაშინაც თუ შევთხოვთ შენდობას და პატიებას ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ უბრალოდ ზოგადად რო შევთხოვოთ მთელი გულწრფელობით ჯობია ვიდრე ვთქვათ კონკრეტული რაღაც ჩადენილი ჩვენს მიერ იმ ადამიანსაც რომ არ გავახსენოთ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ და უფრო მეტად არ დავამძიმოთ და ალბათ რაც მოსანანიებელია უნდა მოვინანიოთ. ჩვენი მხრიდან უნდა მოვინანიოთ, ახლა ვინ შეძლებს რომ ადამიანს აპატიოს და ვინ არა, ეს ცალკე თემაა და რა არის იცით ამას მართლა პავლე მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს ყოველივეს შვენიერად იქმოდეთ. თუ რამეს აკეთებთ, გააკეთეთ კარგად. ხარისხიანად, ლაზათიანად, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების პრინციპი. და ორი უკიდურესობა შეიძლება გაჩნდეს აი ამ დღესთან დაკავშირებით ალბათ ერთი ესაა რომ ყველას თხოვს ხოლმე ქუჩაში გავლენს ავტობუსში შემხვედრს ვიღაცას შენდობას თხოვ და ანუ ეს არის პროფანაცია ძალიან შეურაცხყოფა ჩემი აზრით იმ უდიდესი საიდუმლოსი რაც არის პატიების ბოდიშის მოხდა თხოვნა და ადამიანის ადამიანთან შერიგება აბსოლუტური ჩემი აზრით არასწორი საქციელია, როდესაც ეს უცნობებს თხოვენ შენდობას. შენდობა უნდა ვითხოვოთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ნამდვილად რაღაც შეცდომა მოგვსვლია. შეიძლება ადამიანმა არც იცოდეს, მაგალითად ღმერთმა ყველამ დაიფაროს, მაგრამ ვიღაცას რაღაცა ისე დაუშავა, რომ იმ ადამიანმა საერთოდ არ იცის. რა ვიცი, იქ რაღაცა ააცალა, ცილი დასწამა, ჭორი დაუყარა რა, ასე. აი მართლა შენდობა უნდა ვითხოვოთ და მართლა უნდა შევურიგდეთ და ანუ მართლა საკუთარი თავიდან გამომდინარე ეს რაღაც აი ესეთი გადღაბნილი საზღვრები უსაზღრობა უпростоრეთ საქმეს არ უხდება
ეს შეიძლება მოხდეს რაღაც სამრევლოში, რომ ადამიანმა შენდობა ითხოვოს, რომ მაგალითად მთელი წელი ბევრს ლაპარაკობდა და სხვებს ლოცვის მოსმენას არ აცლიდა. იქ კონკრეტული ადამიანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ თლიანად მოიცავდეს, თქვათ, თავისი მახლობლებს, ვისთან ერთადაც მთელი წელიწადს ატარებს ხოლმე და სავარაუდოდ ისევ იხმაურებს, თქვათ, მართვის განმავლობაში. და ასე შემდეგ, ხომ აი ვიღაცა ვინც, თქვათ, მე დავით ნემითხოვოს შენდობა, რომ გაურკვევლად კითხულობდა, თქვათ, საკითხავებს, ან რაღაცა ასეთი. რაღაცა ასეთი, ხო? ანუ ეს არის რაღაცა კონკრეტული, რომელსაც ნანობ შენ თავიდან გამომდინარე, რომელსაც დაინახავ და რა თქმა უნდა, სხვა ადამიანთან მიმართებაში, რაც გიგზნია, რომ ისე ვერ გააკეთე, როგორც ჯეროვანი იყო. მამა არჩილა, ისევ დაუბრუნდეთ ყველიერის კვირის მნიშვნელობას. რატომ დაწესებული ის კვირა ყველიერად და თქვენ თქვით, რომ ხორცი აიგზავნოთ, თუმცა ჯერ მიიღება ხორცის გარდა ყველაფერი. ეს არის მხოლოდ რაღაცა ფიზიკური მომზადებას თუ აქვს სხვა კუთხეც, მაგალითად თუნდაც ის, რომ აი სიფხიზლე რომ უკვე დაიწყება მნიშვნელოვანი პერიოდი. ფორმაში მოდის უკვე ადამიანი. თანდათანობით განეწყობა. იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აღდგომას. აღდგომა არის ცენტრი ყველაფრისა. ისევ სამოციქულო სწავლებას თუ გავიხსენებთ და რატომ უნდა დაგვავიწყდეს, პავლე მოციქული გვასწავლის, რომ თუ კი აღდგომა არ ყოფილა და აღდგომა თუ არ იქნება, მაშინ ამაოა, ფუჭია ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ. ამიტომაც აი წამსშიც წამსი, რომელიც 12 მუხლისაგან შედგება და ყოველი მორწმუნე ყოველი დილის ლოცვაში და ყოველი წირვის დროს ისმენს და კითხულობს, ერთ-ერთი მუხლი, რომელსაც ყოველთვის ხაზს უსვამთ, ეს არის, რომ მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მესამე საუკუნეს. აღდგომა არის განსაზღვრელი აბსოლუტურად ყველაფრისა. არა მარტო იქ ლიტურგიულად მთელი წლისა, როგორც მოვლენა, როგორც ფაქტი, როგორც მოლოდინი, რომ ყველა აღდგებით და ყველა ერთმანეთს ვნახავთ და ჩვენს შემოქმედს წარუდგებით, ეს არის ქრისტიანის ცხოვრების მთავარი საზომი. უნდა გვავიწყდება ჩვენ, რომ მოციქულები, როდესაც იუდას ნაცვალ მოციქულსაც ირჩევდნენ, იქ პეტრე მოციქული ეს ახალ აღთქმაში სამოციქულოში პირდაპირ წერია, რომ პეტრე მოციქული დადგება და იწყებს საუბარს, რომ კაცი გამოგვაკლდა, მისი ადგილი ვიღაცამ უნდა დაიკავოს, მაგრამ რა მსახურებისთვისო პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ აღდგომის ხალხისათვის საუწყებლად და დასადასტურებლად. ანუ თავარი მსახურება, სამოციქულო მსახურება და დღემდე ეკლესიის თავარი მსახურება ეს არის ის, რომ ქრისტე აღდგა და ეს არის ის, რომ ჩვენც აღდგებით და ეს ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო ქრისტემდე და მარადიულად შეიცვალა უკვე შინაარსი და არსი ადამიანის არსებობისა, იმისი თუ რას ველით, რას რატომ და რა მოტივაციით ვაკეთებთ და რა იქნება საბოლოოდ ეს ყველაფერი. ამიტომაც იმდენად დიდია აღდგომა თავისთავად, რომ აი მისთვის სამზადისიც და მისი წინა პერიოდისათვის, თუნდაც მარხვისათვის სამზადისი და ეს განწყობა და გონების გადაწყობა მოითხოვს აი ამ ძალიან დიდ სულიერ ყოჩაღობასაც, ასე ვთქვათ, უკაცრავად ფრაზის მოხმობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ თანდათანობით, იმიტომ რომ გვიჭირს ადამიანებს, ვაღიაროთ. აი უცბად რაღაცას ხტუნაობდე, რაღაცას ყვიროდე და მოტრიალდე და იმ წუთასვე ლოცვა და შემდეგ დაიწყო. ნუ შეიძლება ეს ბატონო კახა სპექტაკლში ადვილად გამოუვიდეს ადამიანს. ალბათ იქაც ძალიან რთულია და თქვენ პროფესიონალებს აბსოლუტურად ვენდობი, მაგრამ რეალურად აი შინაგანად ეს აბობოქრებული ზღვა უცებ დაცხრეს, დამშვიდდეს და განათდეს და ღრუბლები გადაიწმინდოს, ეს ერთ წუთში ნაკლებად ხდება ხოლმე. ამიტომაც რაც უფრო დიდი მზის მოლოდინი გვაქვს, დიდი უნდა იყოს ალბათ ეს სამზადისიც. თუმცა აღდგომასთან დაკავშირებით და შემდგომ რომ ადამიანი გარდაიცვლება და ყოველი თავდგომას ხო გარდაცვალების შემდგომ ამის უფრო ნაკლებად ჯერათ ვიდრე იმის რომ ადამიანი ვთქვათ ანუ როდესაც გარდაიცვლება ან ფოთოლში ვეძებოთ ან ცხოველში და ასე შემდეგ ანუ რეინკარნაციას მე შემხვდა ერთი ადამიანი რომელიც ტაქსისტი რომელიც ძალიან სიამაყით მიყვებოდა როგორც სასულიერო პირს ერთ-ერთ სექტანტს როგორ მაგრად ეჭხუბა რომ ის მიმტკიცებდაო რომ ჩვენო აღუდგებითო და მე ვაი ქრისტიანობა დავიცავიო და უთხარიო რომ რას აღუდგებითო სულელი ხო არ ხარ და ამ დროს ვეუბნები რომ რასა გჯერა ჩვენც მეთქი და ისე ეწყინა ამ კაცს კი ნამ გზაზე დამტოვა მე რომ ანუ მეო არასწორს უმტკიცებდიო იმასო და არა ეს არის ზუსტად ის სწორედ ჩვენია თუ კი ვინმე სამყაროს აუწყა რომ ქრისტე აღდგა და სიკვდილი შეიმუსრა და
დამარცხდა და საბოლოო აღარ არის ჩვენი გარდაცვალება, ეს სწორედ ჩვენ ვართ ქრისტიანები და მართლმადიდებლები, ვინც აი ამ მოლოდინით ცხოვრობთ და გვჯერა, რომ ყოველი ზიარებისას ეკლესიაში ჩვენ უკვე აღდგომილ ქრისტეს ვეზიარებით და სასუფეველის ნაწილს ვიღებთ და ასე ვხდებით თანაზიარი მარადისობის. ძალიან საინტერესო სახარება იქნა გუშინ წაკითხული. როგორც კვირის სახარება, იმიტომ რომ გუშინ იყო ესეც საჩინელი სამჯერო სცენების დღე ასევე, ხო, მირქმოსნაირად დაემთხვა და აი ერთ-ერთი საშუალება ასე მარხვაში დახმარების, ღმერთთან დაახლოების პირდაპირ იყო ფორმულა მოცემული სახარებაში, აი ჩვენ თუ გვინდა ცხონება და ვფიქრობთ ამ აღდგომაზე და ყველას უნდა ცხონება, ვისაც ღმერთი წამს და ეკლესია წამს, პირდაპირ იძახის ღმერთი, ვინ შეიძლება დადგეს მარჯვნივ და ვინ მარცხნივ და აი ამის ამზად ისიც ამის განწყობას რომ აი მშიერი ვიყავი უძურებაში ვიყავი პატიმრობაში ვიყავი მომხედე და ერთი ჭიქაწყალიც დალევინეთ ჩემს სახელით არ დაიკარგება ამაზე ფიქრიც რამდენად საჭიროა იმიტომ რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხანდახან დუნდებით და ეხლა ამის არაჩვეულებრივ საშუალება იძლევა აი ერთ-ერთი სასულიერო პირი ბრწყინვალით ამბობდა მოусმენი ამას წინათ მარხვაზე საუბრობ და იმას დიდი მარხვა რომ გაიგო რომ შენ მეზობელს უჭირი და საჭმელი არის და მიუტანო ან ვიღაცა შეარიგო ამას დიდი მარხვა არ შეიძლება არსებობდეს თუმცა აქვე ისიც არის ალბათ რომ მხოლოდ ამ მიზნით არ უნდა ვაკეთებდეთ რომ მაინც ვცხონდეთ და რაღაც ასე ვთქვათ მომგებიანი იყოს ჩვენთვის ეს აქციელი ანუ გულწრფელი ქმედება თავისთავად მნიშვნელოვანია რა ისიც ეს ადამიანის ყოველთვის სულიერ სიმაღლეზე და სულიერ მიზნებზეა დამოკიდებული ალბათ რამდენად ახელილი აქვს თვალი რაღაცისათვის ხშირად კი არა ძალიან ხშირად მარხვა და რაღაცის მოკლება ადამიანებისათვის ავტომატურად რაღაც ტრაგედიაა. ამ დროს ჩვენთვის არის სიხარული. სიხარულის პერიოდია, შრომის პერიოდია. აი როგორც მოდი დავარქოთ ორი მოსწავლე, ერთი მოსწავლე, რომელსაც უხარია რომ დავალებას აძლევენ, იმიტომ რომ რაღაც ახალს ისწავლის და მეორე მოსწავლე, რომელსაც უნდა რომ სულ იგივე ქონდეს დავალება. ნუ აი ეს განსხვავება ალბათ სულიერად ვიღაცა ვისაც უხარია რომ აი შრომის, საქმის, გასუფთავების, შემსუბუქების პერიოდი იწყება. მარხვა არის ზედმეტის მოშორება. და ყოველი ინტელიგენტი, ასე ვთქვათ, ყოველი ესეთი სულიერი ადამიანის თვისება, ერთ-ერთი თვისება, ბევრი თვისება აქვს, რა თქმა უნდა, კეთილმორწმუნე ადამიანს არის ის, რომ მან იცის თავისი ზომა. იცის სად უნდა გაჩერდეს და შეუძლია ძალიან მცირედითაც დაკმაყოფილდეს. ეს არის ღირსეული ადამიანების თვისება, რომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ცოტა ადგილი დაიკავონ ცხოვრებაში და გაუგონ სხვა ადამიანებს. სხვა ადამიანებისა ესმოდეთ და ამისთვის იმაზე უკეთესი პერიოდი, ვიდრე მარხვა, როდესაც შენ ეს არის საკუთარი ღირსების კონსტატაცია. კიდევ ერთი. მარხვა არის თავისუფლების აუცილებელი ატრიბუტი. შენ ვერ ხარ თავისუფალი თუ არ შეგიძლია მარხვა დაიცვა. შენ მარხვით ცოტა ფილოსოფიურად ვსჯელობ შეიძლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოფიქრალი ადამიანი კარგად გამიგებს. მარხვით რა არის, იცით, ჩვენ ვამბობთ, რომ მე აი ამის იქ ჩასაცმელის, იმ საკვების, იმ გართობის, იმ უამრავი რაღაცის გარეშეც მე მაინც მე ვარ. მე მაინც ის ვარ, ვინც თავად ღმერთს უყვარს და ვისი გულისთვისაც ღმერთი ჯვარზე გაეკრა და არა აი ამ ყველაფრის გულისთვის. ანუ შენ ხალასდები ფსალმუნებში არის ესეთი სიტყვები ღმერთო გამომახურვებით არცა ვერცხლი ანუ გამომწვი ზედმეტი მინარევები დაიწვას და დარჩეს მხოლოდ ხალასი სუფთა მასალა ეს ვერცხლი იქნება თუ ოქრო იქნება ესევეა ყველაფერი ზედმეტისაგან თავისუფალი ხდება ადამიანი რა თქმა უნდა შეძლების დაგვარად იმიტომ რომ ცხოვრებასაც თავისი მოთხოვნები აქვს და ახლა არა ყოველთვის იმის საშუალება რომ ყველაფერზე უარი მოახერხოს ადამიანმა იმიტომ რომ პასუხისმგებლობა აქვს შვილის, ოჯახის, სამსახურის და შემდეგ წინაშე. დიდი მადლობა მამა არჩილ საინტერესო განმარტებისთვის. მაყურებელს შევახსენოთ გვესაუბრებოდა ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზია არჩილ ხაჩიძე. 9 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ერთად უნდა ღვევინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად.
ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Smida
გრძელდება ჩვენი გადაცემა, დავბრუნდით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით, კანი, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარე არის და მას წელიწადის ნებისმიერ დროს მოვლა სჭირდება თავისთავად. კანის მოვლა და გარდამავალი სეზონური პერიოდი. ამ თემზე სასაუბრად შემოგვიერთდა ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი მაია დათვაშვილი. დილამშვიდობის ქალბატონი მაია. მადლობთ მობრძანებისთვის. ქალბატონი მაია, როგორც აღნიშნე, კანი ძალიან გრძნობიარეა თავისთავად, რომელსაც ყოველთვის ჭირდება ყურადღების მიქცევა, არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია შემოდგომა თუ ასე შემდეგ, ნებისმიერ დროს და თავისი სხვადასხვა მექანიზმი აქვს წელიწადის სხვადასხვა დროს, ხომ თავისთავად. ახლა გარდამავალი პერიოდი არის და მნიშვნელოვანი არის ალბათ, რომ ჩვენგანსაც დავუთმოთ დრო. რას გვირჩევდით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური რუტინა, რა უნდა შეიცვალოს? ჭეშმარიტად ბრძანეთ, რომ ყველა სეზონზე კანს გარკვეული თავისებურებები აქვს და შესაბამისად სჭირდება შესაბამისი მოვლა და პატრონობა. პირველ რიგში ქრონიკული დაავადებით მოავადებისთვის მინდა ვთქვა, რომ როგორც ყველა ძირითადში უმეტესი დაავადება არა მარტო კანის გაზაფხულის პერიოდში მწვავდება. ასევე დერმატოლოგიური პრობლემებიც ხოლმე და ქრონიკულად მოავადე პაციენტებმა იციან ამის შესახებ და მეტნაკლებად როდის მივიდნენ რა უნდა გააკეთონ ჯერ თვითონ მერე ექიმთან და ასე შემდეგ და მომზადებულები არიან ხოლმე. ჩვეულებრივად კი, როდესაც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე არის ჩვენი კანი, ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ ზამთარია. ჯერ კიდე, თუმცა ხა დღეს და გარეთ იქნება კარგი ამინდი, როგორც პროგნოზი გვეუბნება, მაგრამ სიცივეები კვლავ ისევ მოსალოდნელი არის. ზამთრის პერიოდში გვინდა არ გვინდა კანი გვიშრება, ასაკისმადებასთან ერთად ეს უფრო გამოხატული არის ხოლმე. კანის სიმშრალე გარკვეული კანის დაავადებების დროს სიმშრალით მიმდინარეობს და შესაბამისად ზამთარში უფრო მეტად არის გამოხატული. ასე რომ პირველ რიგში უნდა რასაკვირველია მივაქციოთ ყურადღება კანის დატენიანებას და რომ მომზადებული შევხვდეთ უკვე გაზაფხულს, სწორედ იმ გამწვავებებს, რომლებიც მიმდინარეობს კანის სიმშრალით იმ დაავადებების ესეთ აგრესიულ პერიოდს შევხვდეთ სწორად და გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღის ხანგრძლივობა იზრდება, ჩვენ ზიანი ქვეყანა ვართ, სადღაც მარტი-აპრილიდან უკვე საკმაოდ ისეთი ამინდები შეიძლება წამოვიდეს და იმედია იქნება ნაკლებ წვიმიანი და კარგი გაზაფხული და ესეთი თავისებურება შეიმჩნევა ზოგიერთ ადამიანში, რომ კანი მათი არის მგრძნობიარე მხოლოდ დასაწყისში გაზაფხულის და მერე უკვე ჩვეულებრივად ზაფხულში მზეზე კურორტზე ვართ, არა ვართ კურორტზე, ჩვეულებრივად, თუ რაღაცა განსაკუთრებულს არ ჩავდივართ, დანაშაულს ჩვენი კანის მიმართ ნორმალურად რეაგირებს. ამას თავისი გარკვეული მექანიზმი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, პირველად, როდესაც ესე იგი აბსოლუტურად რუჯის გარეშეა კანი, ეს არის ადრეული გაზაფხული და სწორედ ეს გარდამავალი პერიოდი, შედარებით დაუცველია მისი კანი, მაინც აქვს ამ ადამიანს მზის მიმართ მგრძნობელობა და ის პირველი სხივები ცოტა ინტენსიური მოქმედებს დამაზიანებლად და პატარა დერმატიტი, ანუ ანთებითი, ასე ვთქვათ, კანის გაღიზიანება ვითარდება. თუმცა ხა თითქოს ერთი შეხედვით არავინ არ ირუჯება გაზაფხულზე და თან ქალაქის პირობებში, ვერ ვირუჯებით, მაგრამ რაღაცა პატარა გააქტიურება მელანოციტების და შესაბამისად ოდნავი გარუჩვა ეტყობა მიმდინარეობს, რაც უკვე დამცავი არის, სლაკები, ცალკე თემა არასაკვირველია, ჩვეულებრივად, ანუ ცოტათი რომელიც ჩვენთვის უხილავი არის, ვღებულობთ რუჯს, რაც საკმარისი არის იმისათვის, რომ უკვე დამცველი სტრუქტურა შეიქმნას იმ კონკრეტული ადამიანების კანში და უკვე შემდგომ უკვე მშვიდობიანად აგრძელებენ ცხოვრებას. მაგრამ მათ ვისაც ეს შეუმჩნეველი რუჯი არ მოწონთ, არ აკმაყოფილებს და მკვეთრი რუჯი უნდათ, აი მათ ასე ვთქვით, იმიტომ რომ ძალიან მალე დაიწყება ამის სეზონიც, იმიტომ რომ
რაღაცა უმეტესობას, ვისაც რუჯი უყარ და მზე უყარს, მე მათ რიცხვში ვარ. არა კმაყოფილებს ოდნავი ფერი და სეზონამდე სოლარიუმებსაც მიმართავენ ხოლმე კი სანამ დადგება სეზონი. უკვე წელიწადის 12 თვეს ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გაროჯული დაიარება, ისე რომ გაზაფხულის პერიოდს არ ცელოდება ხოლმე და ზნობიარე კანი თუ გაქვთ, მაინც დაგჭირდებათ რაღაცა პერიოდი, რასაკვირველია მზის დამცავის გამოყენება, შემდეგ შეამცირებთ ეგ და მზის დამცავი ფაქტორი სხვადასხვა ნომრით განისაზღვრებათ და უკვე მერე ნელა ზომიერად და გართულებების გარეშე მიიღებთ როც. ერთი საკითხი მინდა დავსვა, სანამ ესე გადავალთ ისევ რა პრობლემები შეიძლება მოყვეს კანს. ესე იგი ყველას ჩემით დაწყებული, ყველას რა უმეტესობას ალბათ ყველა ცოდნა თქომია, არსებობენ ის უფრო გათვითცნობიერებულია, გვეგონა და ვიცოდით რომ აი კანზე რაღაც რო გამოაყრეთ კანის პრობლემა. თუმცა ადრე რაღაც პრობლემები მქონდა მეც, რაც ტელევიზიაზე გემს უკავშირდებოდა და მაშინ იქ მომენტი რომ ხშირად შეიძლება ეს იყოს რაღაც შიგნი ხდებოდა კანი არის თითქოს აი რეფლექსი გაუწყა, ნიშანია რომ რაღაცა შეიძლება ხდება. ამიტომ ყოველთვის კანის პრობლემა შეიძლება არ იყოს. აი ამას რამდენად უნდა მივაქციოთ ყურებთ, არ გვეგონოს რომ რაღაცა თუ ადგილობრივად რაღაცას დაიმუშავებ და მორჩა და კანის პრობლემაა. პირველივე ჯერზე, როდესაც კანზე პრობლემა გაჩნდება, წავიდეთ ექიმთან, ანუ საერთო პროფილის ექიმთან, ოჯახის ექიმს, როგორც უწოდებთ ახლა, რასაკვირველია, არ არის რეკომენდებული და ალბათ არ წახვალთ და ვერ წახვალთ დერმატოლოგთან, კი ბატონო. თუმცა ერთი და ორი წერტილის მიხედვით შეიძლება დერმატოლოგმაც ვერ განსაზღვროს ეს არის მხოლოდ კანის პრობლემა თუ რაღაცა შინაგანი დაავადებიდან გამომდინარე. ზოგადად თუ შინაგანი პრობლემიდან არის გამომდინარე, ის უმეტესწილად ხანგრძლივი პროცესია და ადამიანმა ძირითადში უკვე იცის, რომ აქვს მას ეს პრობლემა. თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ სწორედ დერმატოლოგიდან გამომჟღავნებულა ის შინაგანი დაავადება. და არის მთელი დაავადებების ნუსხა, დერმატოზების, კანის დაავადებათა მთელი ჯგუფი, რომელიც სწორედ შინაგანი დაავადებებიდან მომდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ალბათ კაპიტან მაია ბავშვებსაც რომ მივაქციოთ ყურადღება და მათ კანს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უფროსები უფრო უთმობენ ხოლმე თავიანთ კანს მეტ დროს ვიდრე ბავშვებს. ბავშვების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ და არის თუ არა მათი კანი საჭირო რომ დავიცვათ? ბავშვის კანი ყოველთვის საჭიროებს, რამე თუ არ არის ჩამოყალიბებული ის დამცველობითი სისტემა, რაც გააჩნია მოზრდილი ადამიანის კანს, როგორც მთლიანად ორგანიზმის დამცველობითი სისტემა არ არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ყველა სეზონზე და ყოველწუთიურად ჭირდება ყურადღება. გარე სისტემა არის კანი, ღია სისტემა არის, ღია ადგილები გვაქვს, ბავშვიც არ არის აბსოლუტურად შეფუთული და სახეები ხელები მაინც უჩანს და შესაბამისად ყურადღება ჭირდება. ასევე სისხლთან დაკავშირებით ყურადსაღებია. არსებობს ის დამცავი კრემები, რომლებიც მხოლოდ ბავშვებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ჩულებისთვის არის გამოყოფილი. საკმაოდ დახვეწილი არის ეს ამ ტიპის საშუალებები, სტრუქტურა, თავისუფალი აპარატებისგან, სხვა დანამატებისგან და აღიარებული არის საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერ შეიძლება პატარა ბავშვებში მათი გამოყენება. ასევე მათი კანი მიდრიგილია რა გაღიზიანებისკენ, ნებისმიერ ეს ამინდის ცვალებადობა და მკვეთრი ცვლილებები მათზე უფრო მეტად მოქმედებს ვიდრე მოზრდილ ადამიანზე. ასე რომ გამოდიდებელი შუშით უყურებთ ჩვენი ბავშვის კანს. წელიწადის ყველა დროს აქვს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა კაპიტან მაია ვთქვათ, იგივე რძის პროდუქტები, გგონია რომ რძის პროდუქტები იწვევენ ვთქვათ ბაქტერიების გააქტიურებას ასე შემდეგ და ხელს უწყობენ რომ შემდგომ ეს ყველაფერი კანზე გამოიხატოს და არის თუ არა რაღაც კონკრეტული საკვები პროდუქტები, რომლებიც უფრო მეტად აღიაზიანებენ. და ყველი არის კვირა? ასე არ არის, რასაკვირველია, თუ რაღაცა პრობლემა არ აქვს და მაინც რაღაცა კონკრეტული პროდუქტების მიმართ არ აქვს ალერგია, ბავშვს არ არის აუცილებელი რაღაც კონკრეტულ დიეტაზე იყოს. ბალანსირებული კვება ყველგან და ყოველთვის ალბათ არის ყველაზე სწორი. თუ რასაკვირველია არ აქვს რაღაც კონკრეტული პრობლემა, რის გამოც საჭირო არის კონკრეტული პროდუქტის ამოღება, ამ პირიქით გაძლიერება და ასე შემდეგ. დიახ, კაპიტან მაია, აი ზოგადად რო ვისაუბროთ, ხადი ახლა ჩვენ საგაზაფხულო პერიოდზე ვარ და თქვენ გითხარით ის რისკებიან თავდაცვის მექანიზმები, მაგრამ აი ზოგადად კანის მოვლისთვის, კანის ჯანსაღად ფორმაში ყოფნისთვის რა როლი ანიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორ ძილს, ჯანსაღ კვებას, აი ამ ყველაფერს
წყალს მათ შორის ხო ბევრი რაღაცა კომპონენტია, რომელიც ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილებს და ორგანოებს კანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? კი ბატონო, ყველა მაგ ჩამოთვლილ კომპონენტს აქვს მნიშვნელობა. რას ვჭამთ, რას ვსვამთ, როგორ გვძინავს, როგორია ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რა საკვირველია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს კანზე და სახეზე. სახე არის ანარეკლი არის. გუნდობაგანწყობის მიხედვით ერთიც არის ხოლმე რომ ადამიანის სარკეში ჩაიხედება და თუ ხასიათზეა, თვლის რომ ცუდად გამოიყურება და მისი კანი ცუდ მდგომარეობაში ეს ცოტა ესეთი სუბიექტური დამოკიდებულებაც არის, თუმცა სინამდვილეშიც თუ კი უზინარი ადამიანი იქ მორიგეობა ქონდა, რაღაცა სანერვიულო შეხვდა, რასაკვირველია ცოტა სხვანაირად გამოიყურება. აი მე ესეთი რაღაც შემჩნევია ხოლმე ხანდახან ჩემზეც მიფიქრია, ბევრს თქვენს რომ აი დავუშვათ მოგზაურობის დროს, აკლიმატიზაციის დროს, აი ხშირი ფრენისან, ტრანსპორტიდან მატარებლით, რაღაცა მე კანზე გამონაყარე. ეს შეიძლება მოქმედებს თუ რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია, რომ გონია რომ ამიზბრელეთ, თუ შეიძლება მართლა ჰაერის ვალებადობა, მტვერი, აკლიმატიზაცია, ტემპერატურა იწვევს. ყალზეც არის ყველაფერიც იწვევს. ზოგადად ადაპტაციაც რასაკვირველი არის, რომ რაღაც კონკრეტული კლიმატი არ უხდება ადამიანს და შესაძლოა იქ საკვები იცვლება, გააჩნია კიდე რა სიშორეზე წავედით და რანაირ იმაზე გადავედით კვებაზე, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და აისახება ხოლმე. თუმცა მე ვიტყოდი მაინც მოგზაურობა, როდესაც რაღაცა პრობლემასთან დაკავშირებით არ მიდიხარ რაღაცა სხვა ქვეყანაში, დადებით ემოციასთან არის დაკავშირებული და თუ რაღაცა განსაკუთრებული არ დაგვემართა ჩვენი სახე და კანი, რომ ჩაიხედოთ თქვენ სურათებში საზღვარგარეთ მოგზაურობისას, უფრო უკეთესად გამოიხურეთ. და მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ ის, რომ სოციალური ქსელი იქნება თუ საფრთხე თუ ასე შემდეგ სხვადასხვა ხო, თვისნებურად იყენებენ ხოლმე სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს. რამდენად სწორი არის ამგვარი დამოკიდებულება, შეიძლება კახას უხდებოდეს თქვათ კონკრეტული საწყი, მაგრამ სხვისთვის საზიანო იყოს ხო, როგორც სხვადასხვა მედიკამენტებზე ვამბობთ ხოლმე, რომ არ არის აუცილებელი ყველა თვითნებური მკურნალობას მიმართოს და აუცილებელია სპეციალისტი. ამ შემთხვევაშიც ალბათ ასე არის ხომ თავისთავად ქალბატონია. თუ რაღაცა ესეთი გამოკვეთილი და კონკრეტული პრობლემა არ გვაქვს კანზე, პრინციპში შეიძლება, ეხლა უკვე იმდენად არის იგივე სოციალური ქსელი და ინფორმაციის მიღება საკმაოდ ფართო, აგრეთვე აფთიაქში რომ შევალთ და იმედია დაგხვდება კომპეტენტური კონსულტანტი, პრინციპში გეტყვით რაღაცა სწორ მიმართულებას. თუმცა არის ხოლმე ზოგჯერ ძალიან კარგი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია, რაღაცა კონკრეტულ ადამიანს არ უხდება, რაღაცას პირიქით უფრო ისიაფიანი და რაღაცა თითქოს და მარტივი უხდება, რაღაცა ნიუანსებში არის იცით, მოვლის საშუალებები არ არის გამოკვლეული ისე დაწვრილებით, როგორც ეს ხდება წამლის შემთხვევაში, ხო? არის ვიტყოდი რაღაცა ერთეული კოსმეტიკაზე მომუშავე კომპანიები, ისინი არიან სხვათა შორის უმეტესწილად ხოლმე ფარმაცევტული კომპანიები, რომელთა ერთ-ერთი განშტოება არის ხოლმე დერმატოკოსმეტიკა და აი მათ აქვთ ხოლმე უფრო დაწვრილებით გაკეთებული გამოკვლევა. ამიტომ ჩვენს სფეროში არსებობს ესეთი განმარტება კლასიკური კოსმეტიკა და სააფთიაქო კოსმეტიკა. დერმატოლოგები მიუყვებით რასაკვირველია უფრო სააფთიაქო კოსმეტიკას, თუმცა ის კარგი ფირმის კლასიკური კოსმეტიკა ძირითადად იცავს ხოლმე იმ პრინციპებს, რომ პირველ რიგში არ ავნოს და ნაკლებად გამოიწვევს ის ალერგია თუ არა სასურველი რეაქცია და სააფთიაქო კოსმეტიკა პირდაპირ დაყოფილია პრობლემების და მიხედვით. ისე რომ პირველ ეტაპზე, როდესაც განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს, შეიძლება მივმართოთ, მივიდეთ თვითნებურად, თუმცა წავიკითხოთ ჩვენც იქ რა წერია, საკმაოდ დაწვრილებით წერია ხოლმე, უმეტესწილად აქვს ქართული განმარტება, მოსახლეობის უმეტეს ნაწილმა ახალგაზრდობამ იცის ინგლისური, ისე რომ რაღაცას უკვე თვითონაც განსაზღვრავს და შეიძენს თუ აღმოჩნდება რომ მაინც არ არის მისი არჩევანი სწორი, მე რასაკვირველია მიმართავს უკვე ექიმს. მადლობთ მოგზაურობისთვის ქალბატონო მაია. სტუდიის სტუმარი გახდათ ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი მაია დათუაშვილი. ახლა ჩართვა გვექნება ეროვნული ბიბლიოთეკიდან, რომელიც ამჯერად ჩვენი ნინო გელოშვილი სტუმრობს წიგნის მუზეუმს და იმ სივრცეში არსებულ მიმდინარე ექსპოზიციას. ნინო, დილამშვიდობისა, თუ გესმის ჩვენი და გვინდა უკვე გაგვაცნო ეს იგი რა ხდება მანდ.
დილამ შვიდობისა, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, ვიქტორ ჰიუგოს, დიმიტრი მენდელეევისა და სხვათა უნიკალური ავტოგრაფიანი წიგნები. სად ვიხილავთ ამ შესანიშნავ ექსპონატებს თუ არა წიგნის მუზეუმში. წიგნის მუზეუმი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის განთავსებული და ის 2017 წელს იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა. აქ წარმოდგენილია ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორია. ჩემთან ერთად ახლა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ხელმძღვანელი შორენა ოსიპოვა არის და მასთან ერთად უფრო მეც გავიგებთ ამ მუზეუმის შესახებ. დილამ მშვიდობისა. უპირველესად რომ მოგვიყვეთ, საიდან დაიბადა წიგნის მუზეუმის შექმნის იდეა? იდეა დაიბადა 1957 წელს, როცა შედგა ძველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოფენა, რომელიც საქართველოში არ მიმდინარეობდა და ამას დაესწრო გალაქტიონ ტაბიძე. მან გამოთქვა სურვილი, რომ ასეთი გამოფენა ყოფილიყო მუდმივი. ეს ჟურნალი, შთაბეჭდილებების ჟურნალი, სადაც გალაქტიონ ტაბიძემ ჩაწერა თავისი სიტყვა, ინახება ჩვენთან, იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში და ეროვნული ბიბლიოთეკის ძველმა გამგემ ფერიდე კვაჭანტირაძემ, რომელიც სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის, გამოთქვა ეს სურვილი, რომ ნამდვილად გალაქტიონის ოცნება ასრულებულიყო და ყველა შესძლებოდა ენახა ძველნაბეჭდი ქართული წიგნები და არა მარტო. 2017 წელს მოხერხდა წიგნის მუზეუმის გახსნა, სადაც მართლაც წარმოდგენილია მთელი ისტორია ქართული წიგნისა, მაგრამ გარდა ამისა გვაქვს კიდევ ცვლადი გამოფენები, იმიტომ რომ ეს განყოფილება ძალიან ბევრ საინტერესო ექსპონატს ინახავს და დღესაც წარმოდგენილია მოგზაურობის წიგნები, ანუ ევროპელი მოგზაურები აღმოსავლეთში, რამაც ბავშვებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. სანამ მიმდინარე ექსპოზიციის დათვალიერების ნაწილისკენ გადავალთ, მე მინდა გკითხოთ წიგნის მუზეუმის შესახებ, რამდენადაც ვნახე 4 ნაწილისგან შედგება, ცალკე ნაწილი ეთმობა, ასევე ვეფხისტყაოსანს, ხო? დიახ, ვეფხისტყაოსანს ცალკე დარბაზი ეთმობა, აქ ინახება 50 ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რა თქმა უნდა, უმეტესობა გამოცემებისა ქართულია, თუმცა გვაქვს ძალიან ბევრი ჩინური, მაგალითად, უამრავი რუსული და ასე შემდეგ. გვაქვს ასევე ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსნები და ყველაფერი ეს მოთავსებულია ერთ კარადაში. უძველესი ვეფხისტყაოსანი, როგორც მოგეხსენებათ, 1712 წელს ვახტანგის ტამბაში დაიბეჭდა. აქ გამოფენა, როგორც ასეთი არ არის, წიგნის კარადაა, სადაც არის განთავსებული ყველა ეს წიგნი ერთად. კი ბატონო და ახლა შეგვიძლია უკვე რომ ექსპოზიციის დათვალიერების ნაწილისკენ გადავინაცვლოთ და საიდან მოიძიეთ ეს ექსპონატები რომ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ამ ექსპონატების მოძიება? ეროვნული ბიბლიოთეკა მართალია დღევანდელი სახით არა, მაგრამ ზოგადად საჯარო ბიბლიოთეკა 1856 წელს დაარსდა თბილისში და იმ დროიდან მოყოლებული ეს ბიბლიოთეკა აგროვებდა ყველაფერს საქართველოს, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის შესახებ. ამიტომ მათ შეაგროვეს ძალიან საინტერესო კოლექცია, მათ შორის მოგზაურობებისა და აღმოჩნდა უნიკალური წიგნებიც. მათთვის ეს დიდ საოცრებას არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ თავიანთი ეპოქის წიგნები იყო, მაგრამ დღეს ესენი ძალიან ფასობს, იმიტომ რომ მრავალი მათგანი არის მცირე ტირაჟიანი და ნაწილი არის გაფერადებული ხელით, იმიტომ რომ 19 საუკუნის დასაწყისში ფერადი ბეჭდვა ჯერ არ არსებობდა. მაშინ დავათვალიეროთ, დავიწყოთ და ეს რიგრიგობით გავუყვეთ ამ ექსპონატებს. პირველი ექსპონატის შესახებ გითხარით, აბა? პირველი ექსპონატის შესახებ საინტერესოს ვერაფერს გეტყვით ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს საქართველოს არ ეხება, თუმცა აი ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, რუკაზე რომ არის გადაშლილი. ვინმე ფრეიგანგის, უილიამ ფრეიგანგის სახელი აწერია, ეს არის წერილები საქართველოდან და კავკასიიდან, მაგრამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს წიგნი უილიამს არ დაუწერია, არამედ დაწერა მისმა მეუღლემ, რომელიც წერილებს უგზავნიდა თავის მეგობარ ქალს. და აი სწორედ აი ამ დღიურებისგან და ჩანაწერებისგან შედგება ეს წიგნი და მოგვითხრობს იმ დროინდელი მოგზაურობის და დროინდელი საქართველოს შესახებ, მათ შორის აი ახალგაზრდა ქალის თვალით დანახულ შთაბეჭდილებებს. ფერადი ილუსტრაციებიც არის ხომ როგორც ხდება? დიახ, ფერადი ილუსტრაციები, ეს საინტერესო მოგზაურობა არის, ეს ინგლისელი ოფიცერი მოგზაურობდა ინგლისიდან სამხედრო მისიით მიემგზავრებოდა ინდოეთში და მათ შორის გამოიარა საქართველოც. საქართველოს შესახებ სამწუხაროდ ფერადი ილუსტრაციები ამ წიგნში არ არის. ახლა ამ ვიტრინისკენ
გადავიდეთ და ესეც დავათვალიეროთ. მე რამდენადაც ვიცი, სკოლის მოსწავლეები თქვენც ახსენეთ, ასევე ხშირად სტუმრობენ ხოლმე აქ მიმდინარე ექსპოზიციებს. დიახ, ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებისთვის, გარდა იმისა, რომ ისინი სკოლაში გადიან ვახტანგ მეექვსის სტამბას და აქ ერთადერთი ადგილია, სადაც შეუძლიათ რომ ეს წიგნები დაათვალიერონ. გარდა ამისა, ჩვენთან არის პრესის მუზეუმი, სადაც განთავსებულია პირველი ქართული გაზეთი და ზოგადად ის პერიოდიკის ბეჭდვის ისტორია საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით ფერადოვანი და საინტერესო ეს ცვლადი გამოფენებია მათთვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დროში ვართ შეზღუდულები და ფიზიკურად ვერ შეძლებთ რომ მთელი ექსპოზიცია დავათვალიეროთ, მაგრამ ჩვენმა მაყურებელმა უკვე შეიტყო ამ ძალიან საინტერესო გამოფენის შესახებ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვა და იქამდე სანამ დაგემშვიდობებით მე მინდა გითხრათ რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი არის პირველი წიგნის მუზეუმი საქართველოში და ერთადერთი მუდმივ მოქმედი გამოფენა, სადაც უნიკალური გამოცემები და კოლექციები არის დაცული, ხოლო მიმდინარე ექსპოზიციის შესახებ გეტყვით იმას, რომ მარტის ბოლომდე შეგეძლებათ მისი მონახულება. ძალიან დიდი მადლობა ნინი, უღმესი მადლობა. ძალიან კარგი ინფორმაცია იყო განსაკუთრებით ბოლოს ნინისგან და მადლობა ამ ჩართვისთვის. ვფიქრობ რომ ბევრი დაინტერესებული პირი ეწევა მუზეუმს. ახლა ასევე საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. აი წეგან საუბრობდა ქალბატონი იქიმ რომ თუ კარგ მოგზაურობაში დადიხარ და სასიამოვნოა, კანზეც საერთაშორისო დადებითია ყველაფერი. არსებობს ერთი სასიამოვნო მოგზაურობები და კარგი შთაბეჭდილებები და არსებობს კიდე პილიგრიმული მოგზაურობა, რაც როგორც განწყობისთვის, ასევე სულისთვის შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს. სწორედ გარკვეულწილად ამ თემაზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან, შემოგვერთდა საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი. მარიამ, დილამშვიდობისა. მგონია რომ შარაუნდი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ უფრო ხშირად წმინდა ამდახარ ვიდრე ოჯახის წევრებთან და აი ეს გარშემორტყმული მადლი შენი ასხივებს და ამაზე გვინდა გესაუბროთ გაუკვირდად. ესე იგი, არაერთხელ ყოფილხარ ჩვენთან ეთერში და როგორც წარვადგინეთ, შენ ხარ მომლოცველობითი ჯგუფის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტის, რომელსაც მე უფეს სახელმძღვანელობს აქ აღნიშნოთ, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევი და ისრაელი, იერუსალიმი ეს ყოველთვის არის შობას აღდგომის სხვა პერიოდში და ასევე დაემატა სხვა მლოცველებითი ტურები. მათ შორის საბერძნეთი, კვიპროსი და ახლა მამა პაისის გზა, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და სხვათა შორის აი ფილმმა რაც მასზე გადაიღეს, ცნობილი ფაქტია და შენ საუბრობდი რომ ზოგადად გაამძაფრა ინტერესი მომლოცველობის. აი იცი რაზე მინდა ვცხოვრობ დღეს გარკვეულწილად თქვათ ის ტურებიც რაც უახლოეს პერიოდში გეგმა, მაგრამ აი სულიერი სარგებელი თუ ესე პრიმიტიულად ვიტყვით, რაც უნდა ახლდეს ალბათ ხო მოგზაურობას, იმიტომ რომ ერთი ასაბეჭდილება და მეორე როცა წმინდანებთან მიდიხარ, წმინდა ადგილებთან მიდიხარ, სწავლობა ჭირდება და რაღაცა სულსაც უნდა მოემართო. აი ამაზე ვერ გითხრა და ამის მნიშვნელობაზე. მე ვიცი რომ ხშირად შენ და მოძღვრები რომლებიც დაყვებიან ტურს ამაზე დიდ აქცენტს აკეთებენ. გარდა იმისა, რომ მივდივართ მოსალოდსად და სიწმიდას ვეხებით, ეს არის სულიერი განვითარება და სულიერად იზრდები. აი ხა ეს ჩემი გამოცდილები და უკვე 16 წელიწადია, წელიწადში რამოდენიმეჯერ მიწევს ღვთისშეწევნით და მადლობა. სიარული რა არის, იცით ახლა, აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან არ არის რომ აი ჩავედი და აი ეს უკვე გავშინაურდი, არა, ყოველი ჩასვლა ჩემთვის არის მოწიწება, უფრო მეტი რამის შეძენა, განვითარება, სულიერი. და ასე შემდეგ და რასაც უყურებ ადამიანებს ეს ზრდის. ღმერთმა რადგან დაუშვა რომ შენ წმინდა მიწაზე იმ დროს ჩახვიდე, როდესაც აი მაგალითად ვნების კვირა არის, ბრწყინვალე შვიდეულია, ხო? იმ გზას გადიხარ, როგორც მათხვარმა გაიარხა, როგორც ისევ ამბობ, ვერ გავივლით მაგ გზას ჩვენ ვერ ასოდეს ადამიანებმა, რაც ვთილოთ, რაც ვეპატვინებით ყველაფერს. აი ამ ყველაფერს რო გადიხარ, მე ფიქრობ ადამიანი, რომ როგორი აი მაცხოვარმა როგორი გზა, ისეც ხო ადამიანი იყო, ხო, ვნების კვირას გაყიდა იუდა, წითელი პარასკევი და ასე შემდეგ, ხო? აი ადამიანურად მასაც შიოდა, მასაც წყუროდა, ისიც მარტო იყო, ტკიოდა, ხო? ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენ ადამიანები პატარა რაღაცას ვერ უძლებთ, პატარა ტკივილს ვერ უძლებთ, კი რა, მარხვაზე რო არიან ბოლო კვირაში და ის ვერ იკვებებიან, როგორც უნდა იკვებონ, ამას წუწუნებენ. ძილი რო არ აქვს, იმიტომ რომ ის ისეთი პერიოდია, რომ ნახევრად არ გძინავს ფაქტიურად, დღე-ღამე შეიძლება 3-4 საათი გეძინოს. ამას წუწუნებენ ხოლმე და მე გვინდა რომ თან მაცხოვარ შევედროთ
ჩვენი რაღაცებით ვაწუხებთ, მაგრამ მოწყალია იგი უფალი და მარიამ, შენ კარგი დამაღნიშნეთ, რომ ესე იგი მართლა ძალიან ხშირად გიწევს და აი არავის არ აქვს მომენტი რომ შევაგვიდე სამსახურისთვის წავედ. მე ვიცი რომ შენ ჯგუფში და ისე როგორც სხვა ჯგუფებშიც არსებობს ეს ზოგადად მომლოცველობითი ტური იქნება თუ ისეთი სამოგზაურო არსებობენ ადამიანები, ვინც აი ხშირად დაყვებიან, ხო? შენ აი უკვე შენ ჯგუფის წევრები არიან. განსაკუთრებით იერუსალიმს ახალ. იერუსალიმს ჩვევია ზოგადად რომ რაღაც იცის მონატრებო და ჩამოსული ხარ ისევ გინდა და ზოგადად კარგ ტურს და კარგ მომლოცველობით ეს ახლავს მე მეგობრდებიან და ვიცი რომ შენ ჯგუფის ესტები არიან. აი თუ არის ხოლმე ეს მომენტი რომ აი ისევ და ისევ თითქოს რაღაც მე-5-ეთ, მე-7-ეთ ხარ, მე-10-ეთ ხარ, წმინდანები იქნება, წმინდა მეწა იქნება და ეს განახლებაა და ასევე იმადაც გითხარი თუ ყოფილა შემთხვევა რომ აი რაღაცა დიდი სარგებელი გიგძნია ან რაღაცა განკურნებულ ადამიანი ვის გამოწ ხანდახან არის ხო რომ მოდიან რომ აი თხოვს დედის გამო, ოჯახის წევრის გამო თითქოს რაღაცა გაიღო და თუ გულით მიდის ღმერთი და წმინდანები ცხადია ამას პასუხობენ. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები აი უშვილო წყვილი წამოსულან და ჩამოსვლიდან რამოდენიმე თვეში გაგვიგია რომ ის უკვე სასწაული მოხდა წმინდა სპირიდონთან მე ვიცი თქვენ შემთხვევაში რომ რაღაცა სიმსივნე აღმოჩნდა თურმე ადამიანს და ძალიან ძნელად მდგომარეობაში იყო ხო? იცით რა არის? როდესაც მივედით წმინდა სპირიდონთან ვესწრებოდით ყოველ დღე წირვას 4 დღე ვიყავით ყოველ დღე წირვას ვესწრებოდით და არაჩვეულებრივი ცოლქმარი იყო ნიკოლოზი არაჩვეულებრივი ადამიანი და ბოლოს როდესაც უკვე ბოლო დღე გქონდა რომ მოვდიოდით საქართველოში ბრუნდებოდით ეს ადამიანი შევიდა თავისუფალი დრო გქონდა აეროპორტამდე და შევიდა რაღაც მარხვის დღე იყო და ესადილა აუღია რა სალათა ბალახოვანი სალათა აუღია და მიირთვა დავბრუნდით საქართველოში და შემდეგ უკვე მისი მეუღლე მიყვება როდესაც დაბრუნდით ის ბალახ ვერ მოუნელებია შეტევა ტკივილები დაეწყო და როდესაც გადაიღეს ნახეს რომ შემოხვეული იყო ეს ბალახი ნაწლავებზე და აუცილებლად ოპერაცია საჭიროებოდა. როდესაც უკვე გახსნეს და ნახეს ეს ბალახი იყო სიმსივნეზე შემოხვეული. ანიშნეს, მოკლედ ეს რო არ ყოფილიყო, ეს იმე ღმერთმაქნას რაში გადაიზრდებოდა უფრო უარესად. აი იმ დროს მივსწარით, როცა ადამიანი თავისუფლად შეეძლო ესეთი ბევრი მე ვიცი. ძალიან უშვილო წყვილი ძალიან ბევრჯერ. აი მაგალითად ჩვენ თებერვალში ვიყავით იქ ხატი ერთი ადამიანი იყო ჩვენთან ერთად, რომელმაც აი ხატი შეიძინა. და ამ ხატთან უთხრეს პატარა ლამინირებული ხატი, რომელიც $1 ღირდა. და იქ უთხრეს რომ ეს ხატი არის უშვილოებისთვისო. უი რა კაია, ჩემ ახლობლებს არ ყავს და წაუღებო. თვითონ სამი შვილი ყავდა, არც უფიქრია და ერთი რადგან თვითონ მოეწონა, დაიტოვა, ორი წამოუღო. ეს მოხდა თებერვალში და აპრილში სამივე ფერმძიმეთი იყო. ის ადამიანი, რომელიც 10 წელიწადი ბევრ შრომობდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო. მარიამ, ერთი დღე რომ ავიღოთ თქვათ, როგორი არის ეს მომლოცველობითი ტური, რომ ჩვენ მაყურებელი უფრო მეტად გათვითცნობიერდეს, ასე ვთქვათ, რომ როგორი არის ეს ტური. ეს დღე. იცით რა არის ეხლა საიდან დავიწყებ? არის, როდესაც აი ადამიანები მოდიან, არ არიან ეკლესიური ადამიანები. მოდიან ინტერესის გამო, რომ აი გაუგიათ იერუსალიმი კარგია, სიწმინდეები კარგია. გადამოსვლად აუცილებლად დაესწრო. გადამოსვლად დაესწრო არის. მაგრამ ეს ადამიანები შემდეგ უკვე ხდებიან ეკლესიის წევრნი, ხდებიან ერთი ოჯახის წევრნი ეკლესიის. სულ გარდაქმნა ხდება სულის. აი სულ სხვანაირად ხედავენ შემდეგ ამ ყველაფერს და ისეთი მორწმუნეები ხდებიან, რომ უკვე შემდეგ უკვე მეორე წამოსვლაზე სამადლებლად მოდიან, უკვე მესამე წამოსვლაზე ინატრებათ იქავრობა და არიან, რომელიც აი კახამ აღნიშნა 10 წელია, 12 წელიწადია ყოველ აღდგომას არიან ჯგუფში. მე ისეთებიც ვიცი, რომ მთელი წელი აგროვებენ ამის თანხას, იმიტომ რომ არ აგროვებენ, ხელფას აგროვებენ, პენსიას აგროვებენ. მაჩურის ასაკოვანი ხალხი. რომ წამოვიდნენ წელიწადში ერთხელ. შეიძლება აღნიშნე, რომ შეიძლება ისეთი შემთხვევებიც იყოს, თავიდან ინტერესის გამოდის და მე ეკლესიურები ხდებიან, უწყობს თუ არა ამას ისიც ხელს, რომ ერთი ან რამდენიმე სასულიერო პირი ყოველთვის არის, რომელიც გარდა პარაკლისებისა, წირვებისა, აღსარება ზიარებისა, მოთხოვნის შემთხვევაში თუ უნდა ესე იგი მრევლს და ჯგუფს, ასევე საუბრები, რომელიც არის ხოლმე, ხო? ესეც მოქმედებს თუ არა ადამიანს და ის განწყობა, იმიტომ რომ ეს არის ყოველთვის ლოცვითი განწყობა. მთელი მოგზაურობა ეს არის ლოცვითი განწყობა. ერთი ყოველთვის ახლა სასულიერო პირი გვახლავს ყოველთვის და მისი ქადაგება, პარაკლისები, განმარტება ყველაფრის. ასევე გიდი გვახლავს, რომელიც ყვება, ხელმძღვანელი, რომელიც არასდროს არ ჩერდება და ჯუმდება ჩემი სახით.
და ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე. და როგორც აღვნიშნეთ, იზრდებიან და მათ სურვილი აქვთ, რომ შემდეგ უკვე ამ გზას დაადგნენ. მარიამ, ერთი საინტერესო დეტალია, ჩვენ რამდენჯერმე გავამახვილეთ ყურადღება იმათ შორის მოყევი, რამდენიმე, ალბათ ასეთი ბევრია, ხო, ეგ სასწაულს თუ ვარ, მაგრამ რამდენად აქვს მნიშვნელობა, ამაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, ვინც ფიქრობს ან შეიძლება წამოსვლა უნდა ეხლა უკვე ახლა დაიწყება და ბევრი გავშთება სურვილი, რომ თავისთავად ღმერთი, წმინდანები, წმინდა ადგილები, ყველა სასწაულებრივი, მაგრამ ჩვენს განწყობას, ანუ ჩვენ როგორ მივიახლებით, როგორი მოგრძალება გვაქვს, იმიტომ რომ ის რომ უბრალოდ მივედი, ვიმთხვიე და წამოვედი, შეიძლება იგივე წამოვედიან უარესათაც დამძიმებული. თუ მე არ მაქვს გააზრებული ასთან მივდივარ და უბრალოდ ეხლა მე ვზივარ ფეხი გადადებული მარიამმა და მამა საბა მილოცა და ჩემზე ეს გადმოვა, აი ამას შეიძლება აზრი ქონდა, აი ამას განწყობას, რაზეც ჩვენსო ამოხვილებ ხოლმე ყურადღებას და მამებიც როცა კონკრეტულად ადგილას მიდიხართ, რომ ვიცოდეთ სად მივდივართ, მეტნაკლებად გავიაზროთ, რომ ეს არ არის რაღაცა მაგია და ეს ხაძა სასწაულები ისე რომ მე არაფერი ვქნა და ის თავისით იმოქმედებს. იცით რა, აი ჩვენ სანამ მივალთ ადგილას, აი რომელ ადგილასაც მივდივართ, იმას კარგად გადმოვცემთ, სად მივდივართ, რომ სულიერად განეწყონ. ეს აუცილებელია. თუ არ განეწყე, ყველაფერი იქნება მექანიკური. თუ არ განეწყე. მაგრამ აი ყოფილა შემთხვევა, რომ მისულან მექანიკურად, აი რაცა მიახლნენ და მე მოსულან და აი ცრემლებით და რაც აი მარიამ ეს სად ვიყავ ეს რას ვემთხვი აი კიდევ არ მჯერა აი ესეთებიც ყოფილა იმიტომ რომ აი იქ იმხელა მადლის სულფებს იმხელა მადლის სულფებს ცით რა ადამიანები არის რომ ჩვენ მეტი გვინდა მაგრამ ვერ ვიტებთ ჩვენ ამ ყველა სანამ ბოლოსკენ დაგიტოვოთ ვთქვათ მოყვეთ ისტორიები რომელიც გეგმება მათ შორის კონსულები მათ შორის მამპაიზიგზე ერთი რამეც უნდა ვთქვათ რომ სადაც მეტი მადლი გძოლაც ბევრია და ხანდახან არის ხოლმე დაბკოლებები განსაცდელები ჩემნერი ვთქვათ რა ქვია მოგზაური ცოტა ისინი ძროგი კონფლიქტები და ამას ვთქვათ რომ ამას ვიღაც შეიძლება დაბკოდეს რაღაც სულ არის იმიტომ რომ იქ ცხადია ყოველთვის მეორე ძალა იბძვის რომ რაღაცა იყოს და მოთმინება და ესე იგი ღვთისმის მინდობა როგორ მნიშვნელოვანია აი პირველ რიგში ჯგუფში უნდა იყოს ერთსულოვნება და სიყვარული თუ ერთსულოვნება არ არის და არ არის სიყვარული და სიმშვიდე ისტორია იქნება აი ჯგუფი აუცილებლად ამიტომ არის პირველ რიგში სიმშვიდე და უფალზე მინდობილები უნდა ვიყოთ ის 5 დღე 7 დღე თუ ასე შემდეგ სულ უნდა ვიყოთ ყოველდღე უფალზე მინდობილები მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგ აი ამ ტურთან დაკავშირებით უფალს როცა მივენდობით ყოველთვის სადაც მივდივართ ვამბობთ რომ ჩვენი მასპინძელი არის ღმერთი აი როგორ შეიძლება როდესაც იერუსალიმში ჩავდივართ წმინდა პაისთან ჩავდივართ სადაც მასპინძელი თავად წმინდა სპირიტონთან წმინდა სპირიტონთან რომ იქ რაღაცა იყოს აურზაური. ამიტომ უნდა იყოს შვიდად, წყნარად, რომ ეს დღეები იყოს მადლიანი შენთვის, რაც უფრო მეცილოცებ, მეტი სიმშვიდე გექნება, უფრო მეტ მადლს ჩამოიტან შენს საქართველოში. მარიამ, დაგეგმილი ტურების შესახებ ვისაუბროთ აუცილებლად და ასევე რეგისტრაციისთვის რა არის საჭირო? დაგეგმილი ტურების ეხლა რაც უახლოესი არის აღდგომა არის 7 აპრილიდან 15-ის ჩათვლით 8 ღამე 9 დღე არის მაგრამ უკვე შევსებულია ჯგუფები ვეღარავის გადავსებული მე ვიტყოდი გადავსებულია ნამდვილად ძალიან დიდი სურვილი აქვს ბევრს აქვს მაგრამ ფიზიკურად ვერ ვსვავ აი ფიზიკურად ვერ ვსვავ ჯგუფში შემდეგია წმინდა პაისის გზა აი ეს განმარტოთ წმინდა პაისის გზა რას გულისხმობს ანუ რა ადგილების მოლოცვა საფლავი ცხადია თავისთავად მაგრამ კიდე რა შედის ამ ტურში რომ გახდეს ნათელი რა თქმა უნდა წმინდა პაისის გზა მოიცავს სალონიკში როდესაც ჩავალთ ჩვენ მივიდივართ წმინდა პაისის საფლავზე ახლოს არის სალონიკთან დიახეს მონასტერი წმინდა პაისის საფლავიდან გადავდივართ კორფუზე კორფუზე რა თქმა უნდა წმინდა სპირიდონი ეგ წირვას ვესწრებით ერთი ღამე ვრჩებით კორფუზე შემდეგ წირვის შემდეგ წმინდა სპირიდონის შემდეგ მივდივართ არსენ კაბადოკელის საფლავზე ოჯახის მოძღვარი იყო წმინდა პაისის შემდეგ უკვე მის სულიერ შვილთან მივდივართ რომელიც წმინდა პაისმა გაზარდა და გვესაუბრება სულ ამ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე 2 ღამე გადავდივართ კონიცა კონიცა არის სადაც მისი ოჯახი დასახლდა, გაიზარდა, მონასტრები ააშენა, ტაძრები ააშენა და ასე შემდეგ წმინდა პაისმა აი ამას მოიცავს. ათონის მთის გარდა რაც არის წმინდა პაისის გზა ყველაფერს გავდივართ. და რეგისტრაციაზეც უთხრათ რომ რა არის აუცილებელი რა უნდა გაითვალისწინოთ. როგორ ხდება
თქვენ ტურში მოხვედრე, საბუთები რა არის საჭირო? საპატრიარქოს დეპარტამენტია რაღაც გარკვეული სპეციალური ესეთი მოთხოვნები შეიძლება იყოს. რეკომენდაცია პასპორტი დაგვჭირდება აუცილებლად და გასაუბრება. ჩვენ უნდა დაგვიკავშირდნენ მობრძანდეს საპატრიარქოში, ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონის საშუალებით. და კიდევ ერთი საბერძნეთში გაქვთ ხოლმე ეს ტურები კუნძულების და ისტორიის ვიცი რომ ძალიან მოთხოვნადია, რამაც გამოიწვია ის რომ წელიწადში ერთხელ რამდენჯერმე სთავაზობთ ხოლმე მოგზაურობს, ამაზეც გითხარით რა ტური. ეს არის არაჩვეულებრივი ტური, როგორც სიწმინდებთან მიახლებისა. საბერძნეთი საერთოდ ის მხარეა, რომელიც ძალიან ბევრ წმინდანს გაგაცნობს. ძალიან ბევრ წმინდანს გაგაცნობს. და ეს ტური არის როგორც სულიერად დატვირთული, ისე სილამაზით. სულიერად ისვენებ აქ. გარდა იმისა, რომ ჩვენ წირვებს, აი გამოქვაბულში აპოკალიფსის გამოცხადება, გადასახლების დროს, როდესაც ივანე ღვთისმეტყველს გამოცხადება მოხდა აპოკალიფსის, იმ ადგილას მიდივართ და წირვა გაქვთ. ეს არის პატმოსი, კუნძული პატმოსი. კუნძული ტინოსი, რომელიც სასწაულმოქმედი დედა ღვთისმშობლის ხატია, დაბრძანებული ტაძარში, რომ აი პორტიდან უკვე წითელი ბილიკია გაკეთებული, რომ მუხლის ჩოქვით ადიან ადამიანები და მადლობას წირავენ ღვთისმშობელს. ეს არის ანდროსი, ეგინა, ევია. ძალიან იცით როგორი ტურია ეს? ყველა უნდა ნახოს. აი აუცილებლად უნდა ნახოს. აი როგორც სიწმინდებით აღნიშნე სილამაზით სულიერად აი ისვენებს სულიერი დატვირთვა აქ ამას ისვენებს სულიერი. ეს არის უკვე ივნისში, ხო? ესე იგი ეხლა საღდგომო ტური, მერე მამაპაისი და მერე უახლოესი ტური. ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით არის 7 დღიანი ტური. მოგმართონ საპატრიარქოში? დიახ. დიდი მადლობა მარიამ, შევახსენოთ ჩვენ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი გვესაუბრებდა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულდა. კახა მიქიაშვილი, სოფიო კუჭავა თქვენთან ერთად ვიყავით და ვფიქრობ, რომ საინტერესო გადაცემა გამოგვიგო. ეცადეთ, დროებით. ნახვამდის.